საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის შესანარჩუნებლად საჭირო რეკომენდაციების შესრულებისთვის ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვს. ქართულმა ოცნებამ 14 ივნისს ბრიუსელიდან წერილი მიიღო, სადაც გასული წლის ბოლოს გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე განახლებული ინფორმაციაა მოთხოვნილი. კომისია საქართველოს ხელისუფლებისგან ინფორმაციას 31 აგვისტომდე ელის და ასევე ელის კონკრეტულ ნაბიჯებს შესაბამისი საკითხების მოსაგვარებლად. საუბარია იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც 2024 წლის 6 დეკემბერს მიღებულ ვიზის შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიში მიემართა საქართველოს. ანგარიში ევროკომისიამ შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლების სერიოზული დარღვევების შესახებ. სწორედ ამ კონტექსტში იანვარში ევროკავშირმა შეაჩერა უვიზო რეჟიმი ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის. ევროკომისია რეკომენდაციების შესრულებას შემდეგი ვიზის შეჩერების მექანიზმის ანგარიშის ფარგლებში შეაფასებს, რის საფუძველზეც დარღვევების გაგრძელების შემთხვევაში შეუძლია მიიღოს შესაბამისი ზომები მერვე მუხლის საფუძველზე ვიზის შეჩერების მექანიზმის გააქტიურებით. ქართულ ოცნებაში ევროკომისიის 8 რეკომენდაციას ცარიელ ულტიმატუმს უწოდებენ და ბრიუსელიდან არგუმენტებს ითხოვენ, როგორც ირაკლი კობახიძემ გასული კვირის ბოლოს განაცხადა, ევროპაში ვიზით წავალთ თუ უვიზოდ ეს ეგზისტენციური საკითხი არ არის, მისივე თქმით, თუ საკითხი ისე დადგება ან მშვიდობა ან ვიზა ლიბერალიზაცია, ჩვენ უპირატესობას მშვიდობას და სტაბილურობას მივანიჭებთო. რა მოხდება თუ ვიზა ლიბერალიზაციას შევაჩერებთ, ამ თემაზე სასაუბროდ გადაცემაში პირდაპირ ეთერში მამუკა კელაურიძე, გამყვანი ტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელი და ტურისტული სააგენტო კლარკ რობინსონის აღმასრულებელი დირექტორი შემოგვიერთება. დილომშვიდობისა ბატონ მამუკა, მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში შეფასებით მინდა რომ დავიწყო, რა როლი აქვს ტურიზმის ინდუსტრიისთვის უვიზო მიმოსვლას და რა დანაკარგებს და რისკებს ხედავთ თქვენ? დილომშვიდობის პირველ ყოვლისა, დიდი მადლობა დაბადებისთვის. რა თქმა უნდა, უვიზო რეჟიმი ეს არის ძალიან დიდი პლუსი ჩვენთვის. რამე თუ დავუშვათ დღესდღეობას გავიღვიძე, მომინდა ვიყიდე ბილეთი და დავუშვათ დღესვე შეიძლება გავხსნიდე ნებისმიერი მიმართულებით ევროპაში. და ნუ ცხადია ესეთი შესაძლებლობა თუ აღარ გვექნება, რა თქმა უნდა, დაგეგმვა მოგვიწევს დიდი ხნით ადრე. ნუ თავისთავად ცხადია ეს არა მარტო დროის და ფულის ხარჯვაა, ეს თავისთავად რა თქმა უნდა ნერვებიც არის და ყველას გვაქვს გამოვლილი ის პერიოდი, როდესაც ვიზა გჭირდებოდა ხოლმე და ამ ვიზის აღების პროცედურა საკმაოდ გართულებული იყო, საკმაოდ გრძელვადიანი, უარიც გამორიცხული არასოდეს არ იყო. ასე რომ, რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან წინა ვართ იმასთან შედარებით, რაც იყო ადრე. აი, რამდენით გაიზარდა მოთხოვნა, იმიტომ რომ როდესაც რთულია და ნაწილობრივ ბიუროკრატიულ ბარიერებთან ასოცირდება, ბევრი ადამიანი არ მოგზაურობს, ხო, ეს კულტურაც ნაკლებად არსებობდა. რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ქვეყანას უვიზო აქვს და რაოდენობაში გამოხატული ეს როგორ იზრდება ყოველწლიურად? მოდით ესე ვთქვათ, ტურისტული სააგენტოებისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ გაგვიმარტივდა საქმე. მეორე მხრივ ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი ნაწილი გზავრებისა, ვინც სარგებლობდა ტურისტული სააგენტოების მომსახურებით, თვითონ აგვარებენ უკვე თავის მოგზაურობის პრობლემებს. რამე თუ ისევ და ისევ გავიმეორებ, გავიღვიძე დღეს მომინდა ვიყიდე ბილეთი, გავხსნიდი ხვალვე. ან დღესვე. ასე რომ ტურისტული სააგენტო უკვე იმდენად ასე ვთქვათ აღარ არის მეუღრა საჭირო, რა თქმა უნდა საჭიროა, მაგრამ ბევრი თulis რომ შეუძლია თვითონაც მოაგვაროს ეს პრობლემა. ნუ ცხადია მე სხვადასხვა პრობლემებს აწყდებიან ხოლმე უკვე, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ესე ვთქვათ, რომ აი ჩვენ რაღაცა მოგვემატა ძალიან, ნუ შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით იგივე დონეზე ვართ, უბრალოდ თვითონ ხალხის რაოდენობა და ნაკადი გაიზარდა. და ავიაკომპანიების მატებაც ამაზე მეტყველებს, რამე თუ რაც უფრო დიდია მოთხოვნა, მით უფრო მეტია მიწოდებაც და შესაბამისად ხედავთ, რომ ძალიან ბევრი ავიაკომპანია შემოდის საქართველოს ბაზარზე და გზავრების ნაკადიც რა თქმა უნდა მატულობს. ტურისტული სააგენტოებისთვის რა იყო ბენეფიტი? თქვენ ამბობთ, რომ რაოდენობა იგივე დარჩა და რა იყო ხელშესახები და რა შეიძლება იყოს დანაკარგები? ნუ ჩვენთვის დიდი პლუსი არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად გავგეგმოთ უკვე რაღაცები, დავუშვით ჯგუფები, რაღაც კულტურული ღონისძიებებზე დასწრება დაუშვათ, აი კონცერტები და ასე შემდგომ. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჩვენს საკმაოდ დიდი
ასე ვთქვათ, პლუსი გვაქვს ვიზო რეჟიმის პირობებში. რეპუტაციულად რა ტიპის რისკებს ხედავთ ტურიზმის ინდუსტრიისთვის და ამ ნაწილში მოლოდინები როგორი გაქვთ? რეპუტაციულად ახლა მოდით ესე ვთქვათ, ჩვენ რო უუქმებდეთ ვიზებს ევროპელებს, სხვა საქმე იქნებოდა და საუბარი არის საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჭერებაზე. ამ თვალსაზრისით, რა ვიცი, ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ თვითონ პროცედურები შეიცვლება, ანუ დაბრუნდება სავარაუდოდ ისევ სავიზო ცენტრები, ან საკონსულოები. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გავმეორდები, ძალიან დიდ დროს წაიღებს და საკმაოდ დიდი მატერიალური ხარჯებიც იქნება. ხოლო ჩვენ იმიჯს დავუშვათ ტურისტული სააგენტოების უცხოელებთან მიმართებაში, რა ვიცი, მე ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ. უბრალოდ, დაგვჭირდება უფრო მეტი მოქნილობა, უფრო მეტი მუშაობა, პარტნიორები დაგვჭირდება უფრო მეტი ალბათ, იმიტომ რომ თუ ისევ იგივე პირობები დაბრუნდა, რაც თავის დროზე იყო და მოწვევები იქნა საჭირო, იქ რაღაცა საკონსულოში წერილები და ასე შემდგომ, ცხადია, დაგვჭირდება უფრო მეტი პარტნიორი უცხოეთში. ეხლა სხვადასხვა მეთოდებით სარგებლობთ, უფრო ნაკლები, ასე ვთქვათ, ნაკლები პრობლემები გვაქვს ამ მიმართულებით. დღესდღეობით წელს როგორია მომართვიანობა, რამდენად აქტიურია საქართველოს მოსახლეობა და რომელია ძირითადი ქვეყნები და მიმართულებები, სადაც მოგზაურობენ საქართველოს მოქალაქეები? გეოგრაფია არის აბსოლუტურად განუსაზღვრელი ყველა მიმართულებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ქვეყანასთან გვაქვს ჩვენ ახლა უვიზო რეჟიმი, არა მარტო ევროკავშირთან და ეს იწვევს იმას, რომ ჩვენი მგზავრებიც გაიზარდნენ, ასე ვთქვათ, და მათი გეოგრაფიული მოთხოვნილებების გაიზარდა. ნებისმიერ მიმართულებით ეს არის ლათინური ამერიკა, ეს არის აზია, აფრიკა, რა ვიცი, ყველანაირი მიმართულებით არის მოთხოვნილება. რა თქმა უნდა, პატარ-პატარა ასე ვთქვათ, ნაკადებით, მაგრამ ძირითადი მაინც ახლა არის თურქეთი, საბერძნეთი ზაფხულის პერიოდში, იტალია, რა თქმა უნდა, ზაფხულის ზღვის კურორტები უფრო მეტად. რა არის დანახარჯები, რასაც წევენ და ამ ნაწილში როგორ იზრდება გადამხდელუნარიანობა? გაცრავად ამის ზუსტად კითხვა თუ შეიძლება. გადამხდელუნარიანობა როგორ იცვლება საქართველოს მოქალაქეების და რა არის ის საშუალო ხარჯი, რასაც წევენ ადამიანები მოგზაურობისთვის და ეს კულტურა რამდენად მზარდია წლიდან წლამდე? ცოტა გვიჭირს ამ ამბავში, იმიტომ რომ ადამიანს ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ეს პრობლემა, რომ 5 წლის წინ რაღაცა რო გადაიხარდა, წელსაც გონია რომ იგივე ფასი უნდა იყოს. სამწუხაროდ ასე არ არის, ფასები ყველგან მზარდია. ევროპაში განსაკუთრებით თუ ვინმე ნამყოფი არის ბოლო პერიოდში დამერწმუნება ყველა ამაში, საგრძნობლად გაიზარდა ფასები. ფრენაც, სასტუმროებიც, კვებაც, აბსოლუტურად ყველაფერი გაძვირებულია ისევე როგორც ჩვენთან, ისევე იქაც. საშუალოდ რო ვთქვათ, ალბათ 50% მაინც აი კოვიდის წინა პერიოდს თუ შევადარებ, დაახლოებით ესეა. 50% მაინც არის გაზრდილი, თუ მეტი არა კიდე. შესაბამისად, ხარჯებიც, რა თქმა უნდა, იზრდება. ფასები ყველგან გაზრდილია, ანტალიას ვახსენეთ ახლა და თურქეთი ვახსენეთ და ანტალიაში საკმაოდ გაზრდილი არის ფასები, ასე საშუალო თანხას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ გააჩნია ვის რა კატეგორიის სასტუმრო უნდა, რამდენი ხნით უნდა და ასე შემდგომ. ყოველ შემთხვევაში კიდევ ერთხელ გამეორდები, უნდა შევეგუოთ იმას, რომ ფასები სადღაც 50% მაინც გაზრდა და თუ კიდე არ გაზრდება, ყოველთვის გაიაფების არაფერი არ ეთყობა მარცეთ მიმართულებას. წლის პირველ 6 თვეს როგორ აფასებთ და მოლოდინები როგორი გაქვთ წლის მეორე ნახევრისთვის? ნორმალურად მინდა ვთქვა, რომ ჩვენც ასე ნაკადი ჩვენც გაგვეზარდა და კიდევ უფრო მეცაც ველით თუ რა თქმა უნდა სიწმარე იქნა და ყველაფერი ნორმალურად იქნა და ეს ვიზებიც არ გაგვიუქმეს. მე პირადად მაგ დაგეგმილი ჩემთვის რამოდენიმე მოგზაურობა წლის ბოლომდე და ძალიან არ მინდა რომ ვიზაზე მომიწიოს სირბილი, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა ეს მიმართულება ევროპაზე მაქვს დაგეგმილი. გარდა სირთულისა, ზოგადი პოზიცია როგორი გაქვთ მიმდინარე ამბებიდან გამომდინარე, თუნდაც ამ ხელა მონაპოვარის დაკარგვა, არ ვიცი როგორც მათ შორის მოქალაქეს ამ ინდუსტრიის წარმომადგენელს, რა პოზიცია გაქვთ ამ თემასთან დაკავშირებით?
პოზიცია ძალიან მარტივი, ძალიან არ მინდა რომ უვიზო რეჟიმი შეგვიჩერდეს ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რაც თქვი, ბოლო-ბოლო ასე ვთქვათ, მე ამ ბიზნესში ვარ და ჩემი ინტერესიც არის, რა თქმა უნდა, ყველაფერი მარტივად იყოს და ადვილად იყოს, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა რომ შეგვინარჩუნდეს მათუმღაც მაინც იმედი მაქვს რომ არაფერიც არ შეიცვლება. ყველაფერი დარჩება ისევ ისე. რაღაცა გარკვეული პოლიტიკურ იმაში არ მინდა გადასვლა, ასე ვთქვათ. ჩემი საქმე არაა, ჩემი საქმე ტურიზმია, ეკონომიკა. თუმცა, რატომღაც გონია რომ ბევრი არაფერი ცვლილება არ იქნება. შესაძლოა ვიღაცებს რაღაც პერსონალურად დაუწესდეს რაღაცა სანქციები, მაგრამ მთლიანობაში ხალხს მე მგონი რა გაძლევთ ამის მოლოდინის საფუძველს ბატონ მამუკა, იმიტომ რომ განცხადებები საკმაოდ მკაცრი იყო და პირდაპირ ნათქვამი ფაქტობრივად ვადაც იყო დასახელებული. კი ბატონო, ეხლა ის მაშინ პოლიტიკაში უნდა გადავიდე. არა, რამე მათ შორის რაიმე ინფორმაციას ხო არ ფლობთ, როგორც ამ სექტორის წარმომადგენელი, ეს არის ამ შემთხვევაში კითხვის მოტივი და არა რაიმე პოლიტიკური პროცესების შეფასება თქვენი მხრიდან. არა, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, უბრალოდ ავიც ელემენტარული ანალიზით და იმედით უფრო დიდად იმედით რომ არაფერი არ შეიცვლება თორე ხლა ესეთი დაფარული ინფორმაციები მე არ მაქვს არაფერი. კარგია ოპტიმიზმი, მადლობა ბატონ მამუკა თქვენი დროისთვის და პასუხებისთვის. მამუკა კელაურაძე, გამყვანი ტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელი და ტურისტული სააგენტო კლარკ რობინსონის აღმასრულებელი დირექტორი პასუხობდა საქმიანი დილის კითხვებს.